ეხლა ისეთ ხრიქს გაგიზიარებ ძირფასო მაყურებლებო, ერთ მარტივ უმტკივნეულო ხრიქს იმისათვის, რომ სტრესი მოიშოროთ. ეს ალბათ სტრესის მართვის ყველაზე საუკეთესო მეთოდია, თიკა რაც კი აქამდე გაგვიზიარებია. როგორ მაინტერესებს რა არის? აი შენ იმიტომაც არიცი რა არის. მე და რეზო ვიცით რა არის. გულდასმით გისმენთ რა არის? მოკლედ, ძირფასო მაყურებლებო, ამ საიდუმლოს ინახავენ ძაღლები და ოჯახის ცხოველები. აი ესე მარტივად შეუძლიათ არაჩვეულებრივი საქმე განახორციელონ. რეზომეს იცის საკუთარი გამოცდილებითაც, რადგან წყავს პატარა თოი პუდელი, რომელიც სტრესს მაჩვენებლებზე მუშაობს. ეს მოსახსნელად იდეალური საშუალებაა. მითხარი, შემოხვალ და ის რომ შემოქანდება, რომ დაგხვდეს დიდი სიყვარულით. ხო არის პირდაპირ სტრესის პირდაპირ იწყებს სტრესი დაქვეითებას. მე მყავს ჩემი პო და ისიც დამხვდება კარჩი ესეთი აკუცუნებული კუდით. უბედნიერესი ვარ, ხომ? ერთის რომ გავაკდო ყველაფერი ხელში რაც მიჭირავს და მომეფერო მივიღო მეც ეს ბედნიერების მუხტი. მე რომ ყავს პო ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ საიდან მოვიყვანე ეს პო შეიძლება არ იცოდეთ. ამიტომ პატარა ისტორიას მოვყვები. ერთ-ერთ ზაფხულს მე და ჩემი იოანე წავედით სასურსათო მაღაზიაში, აგარაკის პირობებში. ჩემი პორი დუშელი. და დუშეთის ერთ-ერთ პატარა სასურსათოსთან დავინახე გზატკეცილზე წამოგორებული. წამოგორებული კი არ იყო, რაღაც დაბეჩავებული იყო, ძალიან წაწყალი იყო, პატარა ლეკვი იყო და იცი რა გმირა გული ყველაზე მეტად რომ ესე რომ გადმოვედი მანქანით, ესე თავი აწია. და ისევ დაწია, ხო იციან ძაღლებმა რაღაცა შეგეხვეწება, წამიყვანე, მომეფერე და ამან არ ვქნა ეს და ესე აწია და რაღაც ბედ შეგუებულმა ისევ დაწია თავი. რო შევედი ამ სასურსათო მაღაზიაში, ვკითხე რომ მეთქი აქ რომ ეს პატრაც ზოგადად ძაღლი რო წერს მეთქი რა ბედი შეიძლება ეწიოს მეთქი და ესე ტოვებენო ესე ჩამოაგდემე ხოლმე აქ მაღაზიასთან და არაფერი რა ბედი უნდა მეეწიოსო რამე მანქანა გასრისავსო და მე და ჩემი შვილი ჯერ პირველი 1 საათი აი ამ გზატკეცილზე ვიდექი ძაღლით ხელში რო იქნებ ვინმეს წაეყვანა იმიტომ რომ ნუ ძალიან მე ვიცი რა რთულია ძაღლი რო იყოლიო ვიდექით ხან რომელ გაჩერებულ მანქანას თავაზობ და არაჩვეულებრივი ძაღლი ეზოსთვის, იმისთვის, ამისთვის. მე ვიფიქრე ხა მე თიკაფათაციას როგორ გამიჭირდება გავაჩუქო, დავდებ რამე პოსტი და გავაჩუქებ თქო. დავდე პოსტი, ვინც გამომეხმაურა, ნდობა ვერ მოიპოვა და მოკლედ პოდღეს ჩემი უძვირფასესი სტრეს გამქრობი გახლავთ. ბოლოს დაიტოვე. დავიტოვე პო. რამდენი წელი გავიდა? 4 წელი გავიდა პო, 4 წლის გახდა ამასობაში და ხო და რაც მოვაყოლე ხლა ეს ამბავი. მოკლედ, ჩემნაირი აღმოჩნდა არნოლდ შვარცნეგერის ქალიშვილი კეტრინ შვარცნეგერი, რომელსაც როგორც ჩანს, უპოვია პატარა ლეკვი, აუყვანია ეს ლეკვი და ამ ლეკვზე შეყვარებულს დაუწერია წიგნი „მავერიკი და მე“. მავერიკია ის. ნახეთ რა საყვარელია და ეს წიგნი დავწერე იმისათვის, რომ ბავშვებს ჩავუნერგო და გავუღვიძო სურვილი რომ აიყვანონ ცუგები და ეს ცუგები თავის შესაფარში კი არა ჩვენ სახლებში და სიყვარულში იყვნენ და ბედნიერად გრძელდება მათი ცხოვრება. ძაღლებს მართლა უპირობოდ უყვარვართ ლევან რო იცოდე და ამას ნამდვილად შეუძლია გავლენა. მეც მიყვარს ძაღლი, მაგრამ პირობები არ მაქვს იმის რომ არა მესმის ასე არც მე მქონდა პირობები, მაგრამ რას ვიზავ, სადაც მე ვარ ისიც იქ არის. მოგეთ მათ შეუძლიათ ჩვენ სტრესულ დღეზე ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია. ნამდვილად ჩვენ აღწერეთ მომენტი, როდესაც სახლში შედიხარ და პირდაპირ იწყებს შენი სტრესის განეიტრალებას, თავისი უპირობო სიყვარული და ამ დახვედრით, რომელიც აი სურო 5 წუთი ჩახვიდე მაღაზიაში და ამოხვიდე ისეთი ბედნიერია, ვითომ 2 დღე არ უნახავ ხარ და ძალიან ბედნიერება, მაგრამ კონკრეტული მეთოდით შეგვიძლია ჩვენ დავადასტუროთ თუ რა ზემოქმედება აქვს შინაურ ცხოველს ადამიანის სტრესის მაჩვენებელზე და ვიდრე ამ მეთოდს გაგიზიარებდეთ და ჩვენს დავაკვირდებოდეთ, მანამდე სტუმარს დავპატიჟებ, რომელიც არის მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო ჩვენთვის, ის არის შესანიშნავი საოპერო მომღერალი და უკვე მისი ცხოვრების წესი მეტყველებს, რომ არის შესანიშნავი ადამიანიც. ახლოს გავიცნობთ დღეს ჩვენ თამარ ივერს თან ახლებურად ასე მგონია, როგორც ცხოველთ მოყვარულს და როგორც ბევრი ცხოველის მეპატრონეს. გამარჯობათ. პირველად ვარ თქვენთან გადაცემაში და
ძალიან მიხარია. ჩვენ ესეთი გადაცემები, რა ვიცი, ბევრი უნდა არსებობდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და კარგი ინფორმაციებს ეხება. აი, ჩვენი მეორე სტუმარიც მოვიდა. ეს არის ჩემი პატარა იოკო. ეს გლამურული გოგო ყავს, აბა. კი, ძალიან პრანჭია. მინდა ტრადიციულად ქართული წყალი შემოგთავაზოთ. წყალი მთის გაზრებულ მინერალურ წყალს გთავაზობთ. წყალი მთის ეს გახოთ ბრომატის გარეშე მიირთვით. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ სტრესთან კავშირში და ცხოველებთან ურთიერთობას განვიხილავთ. სტრესთან კავშირში ზუსტად. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად მოქმედებენ ისინი ჩვენ სტრესზე და სტრესის მაჩვენებელს? ცხოველების სიყვარული საერთოდ გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა ჩემ ცხოვრებაში. ბავშვობიდან მახსოვს, აი სადმე სადარბაზოში ან ფისოს ვნახავდი, ან ლეკს, ყოველთვის სახლში მიმყავდა ხოლმე. მაგრამ აი ესე აქტიურად პირველად 2005 წელს გავიჩინე იორკშირ ტერიერი და აი როგორ გითხრათ 12 წელი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე 12 წელი იცოცხლა იმ ძაღლმა სულ თან დამყავდა აი ხუმრობდი ხოლმე რომ რაღაც ჩანთის ბრელოკი არის მეთქი ეს სულ თან დამყავდა 1000 კურიოზებიც მახსოვს ერთხელ ზალცბურგში ერთი ცნობილი ასაკოვანი მომღერალი ამან მოისაქმა იმან ჩემაც უგამ კორიდორში და იმაზე გასრიალდა ეს კაცი და მოკლედ მე სამანტყოფოში რაღაც იღრძოდა ნუ მთელი ამბები ეგე და დამიბარეს მე რომ აი თქვენი ძაღლის მოსაქმებულზე ბატონი ესა და ეს გასრიალდა და ნუ მოკლედ ანუ ესე იგი სტრესის გარეშეც არისო მასთან ურთიერთობა სტრესავდა ხო სხვადასხვა მე ხუმრობდნენ რომ აი როგორც მარია კალასი დადისო უდელითო თამარი ვერი და თავის იორკი განუყრელიაო და რაღაც და ნუ მოკლედ სადღაც 2015-16-ში ის გარდამეცვალა მე მოვიყვანე აი იცი მე აი ვთქვი რომ თუ მეყოლება მხოლოდ ეს ჯიში მეთქი რა შეეხება სტრესს ხო თუ დაკვირვები ხართ ხო აი ამ აი როდესაც 2020-ში დაიწყო ეს კოვიდი, დაიკეტა ყველაფერი. აი რაღაცნაირად იმ პერიოდში დამიგროვდნენ. ზოგი ვეღარ არჩენდა, ნუ რაღაც სამუშაო დავკარგეო, ზოგი ქვეყნიდან წავიდა. აი რაღაც ეს ერთმა ორმა მაჩუქა, ნუ ამის გამო. ზოგი ვთქვათ რაღაც მე შევიძინე, ზოგი ქუჩიდან ავიყვანე და აი ესე დამიგროვდა, მოკლედ აი ერთი 8 ცხოველი. აი ხა მიმდინარე პერიოდში ყავთ 8 ცხოველი. კი, 2 გერმანული ნაგაზი ეზოში. სახლში პუდელი პატარა და ეს და კიდე 4 ფისო სიამის, სფინქსი, ბრიტანული და ერთიც შავ-თეთრი აი ეზოს ფისო, რომელიც ყველაზე ჭკვიანია, ყველაზე ცხოვრების ფხაკ და ეს მთელი ჯიშიანი ფისოები აი ეს ეყავს ხელში, ხო? აი, ხური ჭკუაო, გამოთქმა როა, ესენი არისტოკრატები ესეზიან და ის კიდე მოკლედ კორლეონესავით არის ეს. ოჩა, ხო. რაღაც ცხოველზე რო არის საუბარი, რაღაც მთავარია ეს რაღაცა ურთიერთობის დროს მიღებული. და რაც მთავარია ეს დეპრესიული პერიოდი, რაც ქონდა, უძრაობა, ეს რაღაცა საკუთარი თავის არარეალიზებულობა, ურთიერთობები არ დანაკლისი, კი ბატონო, ხშირად ოჯახის წევრები დილით გადიან, საღამოს შემოდიან, სულ ტელეფონში, სულ მობილურში, ერთმანეთისთვის არ გვცალია. ну აი რაღაცა ძალიან გაუფერულდა ცხოვრება. აი ხა მე კი არ მივტირი ძველ დროს, მაგრამ აი მაშინ რაღაცა ეს გაჯეტები და ის რო არის რაღაც ხალხის ოჯახის წევრებს შორის უფრო დიდი სითბო იყო და ურთიერთობა და ну აი რაღაც ამ ტექნიკამ და ცივილიზაციამ გააცია ცოტა ურთიერთობები და სამაგიეროდ დარჩნენ ესეთი არსებები, რომლებთაც რა ვიცი, არც მობილური აინტერესებს, არც კომპიუტერი, არც შენი რეგალიები, არაფერი აი ესე 24 საათი ოღონდ მოეფერე და ოღონდ თავზე ხელი გადაუსვი და რა ვიცი, მოკლედ საოცარი არსებები. აი თქვენ ყველაზე მეტად როდის განისტრესებით, აი დავშოთ როცა ეფერებით, თუ როცა ეთამაშებით, აი რა შემთხვევაში ხდება თქვენთვისაც თერაპიული? იცით რა, ყველაზე ანტიდეპრესანტები არის, მაშინ როცა წამოწვევი რაღაცნაირად და რომ მოდიან შენთან და რომ უნდათ რომ თავთან დაგიწვნენ. აი რომ უნდათ მით უმეტეს ახლა ეს ისეთია, რომ აუცილებლად უნდა
უნდა გეხებოდეს. აი თათი ან რაღაცა მაინც უნდა კონდეს შენთან მოდებული, რომ აი რაღაც საოცარი თბილი ის არის ცუგა და ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს მისგან, ასევე პუდელისგანაც, მაგრამ პუდელი ცოტა უფრო ეშმაკია. იმანიც ის რაღაც მოფერება, რომ რაღაცა მიცე, რაღაც აჭამო. საკმარისია უცებ შეგატყოს, რომ ან უნდა აბანაო, ან რაღაცა გემალება. ხო, ეს ანუ ბოლომდე არ გენდობა, ეს რაღაცას მიპირებს, ხო? აი ეგ ხო არ უყვარს ბანაობა, არ უყვარს რაღაც ყურების ამოწმე რაღაცა, სულ იმალება, შეუძლია 3 საათი დაგემალოს. და ეს ყველა აი სადაც არ წახვალ ბოლომდე გენდობა, აი რო გადახტე და ცეცხლში წამოყვება, ეს ესეთია. ისე საინტერესო, რადგან ფისოებიც ყავთ და ძაღლებიც. ხო, ფისოებს უფრო აბრალებენ თითქოს აი რაღაცა ამ ენერგიის წმენდას ან რაღაცისგან გათავისუფლებას. აი თქვენი დაკვირვებით ამას ძაღლი უფრო ახერხებს თუ კატა? იცით რა არის? სხვათა შორის მე მყავს ის ფისო შავთეთრი, რომელიც როგორც კი წამოწვევი მოდის და თათებით მასაჟს გიკეთებს. ვაი. და სხვათა შორის აი სიამის ფისო მყავს, რომელიც მოდის და რაღაცნაირად არ ვიცი როგორ პოულობს იმ ადგილებში მაწვება, სადაც ვიცი რომ ან ცოტა მაწუხებს, ან რაღაც პრობლემა მაქვს, ან რაღაც აი აქვს კატასა ეს რაღაცა შეცნეული და სხვათა შორის აი რა ვიცი, ვერ ვიტყვი აი რომ ამბობენ რომ კატებიო რაღაც მოთავისეები არიანო არა ინტერესებთო პატრონი მთავარი აჭა. არა, იცით ძალიან თბილები არიან, ძალიან განიცდიან შენი ხასიათის ცვალებადობას და ასევე სადაც არ უნდა წაიყვანო და წავიდნენ, მაინც აი სახლი, კერა და შენთან ყოფნა ურჩევნია ყველაფერს. აი რაღაც კატასა აქა ეს მომენტი. აი ძაღლები ხო უფრო იკარგებიან და აი კატა სადაც არ უნდა წავიდეს. აი მე გაოგნებული ვარ, წამიკითხია ხშირად რომ ოჯახს წაუყვანია სოფელში დაუტოვებია კატა და იმ ფისოს ქალაქები გამოუვლია და ისევ მისულა. მოკლედ, მართლა გულისამაჩუყებელია ცხოველების ერთგულება და როგორც ჩანს ეს არ არის საუხრები, ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა, მათთან ურჩევნდება არა მხოლოდ მათთვის. აი ესეთი საოცარი არსებები არიან, საოცარ სიყვარულს გვაძლევენ და საქართველოში საუბედუროთ მათი ყოფა იდეალური არ არის და ის ცხოვრება ნაგავსაყრელებთან ეს არ არის მათი არჩევანი, ეს ცხოვრება მათ არ აურჩევიათ და რა ვიცი არანაირად არ იმსახურებენ იმ წიხლს და იმ წამებას და რასაც თქვათ ხალხი აყენებთ მათ და რა ვიცი მოკლედ ძალიან ხშირად ცუდი ამბები გვესმის ხოლმე და მე იმედი მაქვს რომ სახელმწიფო დახვეწავს და დახვეწავს მათ კეთილდღეობას. ბოლო დროსაც გაჩნდა ძალიან ბევრი ოჯახი, რომელმაც აიყვანა ესეთი ქუჩის ძაღლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახლა დაგიმტკიცებთ რა კარგ ზემოქმედებას მოახდენს თქვენი შინაური ცხოველი თქვენზე. მოდით ახლა ჩვენ ფიზიკურადვე განსაზღვროთ აი ამ დანადგარების საშუალებით, რომელსაც ქვია პულსოქსიმეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს პულსაციას და ჩვენ ამ პულსაციის საშუალებით ბევრ რამეს შევიტყობთ. აბა რამდენი მაქვს პულსაცია? გულიცემა არის 71, 98-ია სატურაცია, მე მქონდა 74 გულიცემა და 96 სატურაცია. ანუ ეს რას ნიშნავს? ძაღლთან შეხებით იცვლება რამე? ხო, წესით უნდა დამშვიდდეთ. ეხლა მე რომელი მაჩვენებელი უნდა დამიმშვიდეს, ლევან, ექიმი ხარ, მე ხوار მეცოდინი. გულიცემა, მაგრამ ნორმალში ჯდება ფაქტიურად შენი მე კაიგო, ეხლა არ ნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ 1000 კამერა მიიღებს. ეხლა მე ქალბატონ თამარს ვთხოვ, რომ ძაღლი თხოვოს შეიძლება. უნდა განვიტვირთო. მოდით ჩემთან, ჩემო პაწაწა. მოდით ეხლა ნახეთ. თქვენ საყვარელ ცხოველს მიუცუცქდით და მარტივი მოძრაობებით, რომელსაც რამდენიმეჯერ განახორციელებთ, ესე თავიდან ზურგის მიმართულებით დაუს შენი ჩანთა ცოტა ხელს მიშლის, მაგრამ არა უშ. დაუსვავთ ხელს კუდამდე. რამდენჯერმე წესი და რიგით ამ ტესტის დახმარებით უნდა ჩამომიქვეითეს კიდევ უფრო გულისცემა. აი პატარა იოკო მოკლედ ექსპერიმენტის მონაწილე გახდა. ნამდვილად ამ კურნალობს. ლევან გამიკეთებ სატურაციის აპარატს. ეხლავე დაიჭირა უკვე ჯერად. გუსიანები. არ თქვა ხა ჩამომივიდა 5 ერთეული. ველოდები, მე ნამდვილი ის რეალობა მინდა შემოგთავაზო.
69, 68. ესე იგი მართლაც 69-ზე ჩამოვიდა ჩემი პულსაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამართლებს ნამდვილად ცხოველთან ურთიერთობა, აქვეითებს ჩვენი სტრესის მაჩვენებლებს. ლევანს რომ გავუკეთო რა მოხდება? ლევანს ცხოველიც არ ყავს. ესე იგი, ამ ყველაფერში დამნაშავე, ვიდრე ლევანი გადის იმავე ექსპერიმენტს, მე ჩვენს მაყურებლებს ვეთქვი, გახლავთ ოქსიტოცინი, ასეთი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან და რაღაც ისეთი კონტაქტი, როცა შედგება, მაშინ იფრქვევა ეს ოქსიტოცინი და ყველაზე დიდი მაგალითი ალბათ რაოდენობრივადაც მეტი ოქსიტოცინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც დედა და შვილი ახალშობილი ერთმანეთს ეხუტებიან, როცა ეს კავშირი შედგება ხოლმე ჩახუტებით და ალბათ ახალშობილთან კიდევ უფრო მეტად იფრქვევა ეს ჰორმონი, მაშინ ხდება და ძაღლი ზუსტად ასეთივე იმპულსებს იწვევს და ამ ოქსიტოცინს გვაფრქვევინებს, რაც შესაბამისად ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან კარგად ეხება. მე შენ მაგას არ უყურო, იმიტომ რომ ხა ექიმივით უყურებ. 77 იყო და 73-ზე ჩამოვიდა. ეხა შენ 2 წუთი რო ესე იყო, იცი როგორ გაგთიშავს, დაგაძინებ. მოდი უნდა დაგაძინო. არ ყოლია არასდროს თქვენიც სოფელში კი სოფელში. არ ვიცი, მე არ მინდა ეხა რაღაცა რადგან ჩვენ ძაღლები გვიყვარს, ვინმეს თავზე მოვახვიო, მაგრამ ეს სამედიცინო ჩვენებაც მოწმობს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ კარგი ურთიერთობა საკუთარ შინაურ ცხოველებთან. მით უმეტეს თუ ყავთ, ნამდვილად გეცოდინებათ რამ ხელას ზეგავლენა აქვს ჩვენზე. მეც მოუწოდებ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ სადაც ნახავენ ისინი უპატრონო ლეკს შეიფარონ, ისინი ძალიან დიდ სიყვარულს მოგცემენ და აი პატარა სიკეთესაც ათმაგი სიკეთით დაგიბრუნებენ და რა ვიცი ღმერთიც სიკეთისთვის სიკეთით გადაგვიხდის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჩვენს უძვირფასე სტუმარს, ჩვენ დამშვიდებულები, რაღაცა ცოტა მართლა ძალიან რელაქსში ხართ უკვე. ესეთი მოვდუნდით, სასიამოვნო, მაგრამ ეს სიახლეს ეცნობა აქ. ეს პირიქით აჟიტირებულია. კი, იმიტომ რომ ახალ გარემოში მოხდა ახალი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი იყო ჩვენი იოკი, მაგრამ რა თქმა უნდა მისი პატრონი ქალბატონი თამარი, რომელმაც გაგვიზიარა მისი ურთიერთობა ცხოველებთან. მადლობა, მინდა გისურვოთ ესეთი უშფოთველი თქვენი ცხოველების ხარჯზეც და არა მხოლოდ ზოგადად თქვენი წარმატების ხარჯზეც მიღებული ძალიან კარგი შედეგები, სტრესისგან თავისუფალი, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ნამდვილად დიდი რესურსი იმისა, რომ ეს თქვენ ცხოვრებაში იყოს. დიდი მადლობა და მადლობა რომ აშუქებთ ასეთ თემებსაც ცხოველებთან მიმართებაში. ეს ძალიან, რა ვიცი, ძალიან სასიკეთოა და ძალიან აამაღლებს ჩვენი მოსახლეობის მენტალიტეტსაც. ძალიან დიდი მადლობა და თან ჩვენ ვართ ნამდვილი ექიმების გადაცემა და ყოველთვის ვეძებთ სამედიცინო სარგებლოს და როგორც ირკვევა ცხოველებშიც არის ეს სარგებლო. კი ბატონო.